ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ყუთებში ბიულეტენების ჩაღრით. საფრანგეთის პრეზიდენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევის კვალს ხედავს. ემანუელ მაკრონმა განცხადება ამის შესახებ ფრანგი დიპლომატებისთვის სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა. ფრანგმა ლიდერმა საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად იმის მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ აგრესიულად ცდილობს რუსეთი საკუთარი დღის წესრიგის შექმნას სამეზობლოში. მოუწოდებ დიპლომატების ქსელს თავისუფლებისთვის ყველა მებრძოლის გვერდით დადგეს. საქართველოში არჩევნებისთვის მებრძოლ მანიფესტანტებთან და გამბედავ პრეზიდენტთან იდგეს იმისთვის, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოს და თუ კრიზისის გადაჭრა მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. უფრო მეტი განმარტება მაკრონის ამ გზავნილზე საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ გააკეთა. მაშინ როცა ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს. კრიზისის დასრულების ერთადერთ გზად ახალ არჩევნებს ხედავს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეც. ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალზე განცხადება არაერთხელ გააკეთა და ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. უილსონი მიესალმება, რომ დღეს ემანუელ მაკრონი მის მსგავსად ფიქრობს. მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ ის იმუშავებს დონალდ ტრამპთან, რათა ეს რეალობად იქცეს. 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ტიპის დარღვევებმა მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ეჭქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით 26 ოქტომბერს ფუნდამენტურად ნაკლოვანი არჩევნები ჩატარდა. ეუთო ოდირმა კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიშების ერთობლიობა კი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ქმნის საფუძველს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. მაკრონის განცხადება ზუსტად ამ სანქციების ტალღას პასუხობს. კიდევ უფრო მეტი კრიტიკული განცხადებები გაკეთება ევროპელი ლიდერებისგან. ყველანაირი კავშირი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს რუსეთთან, ირანთან, მათ შორის და ჩინეთთანაც, არის წითელი ხაზები დასავლეთისთვის. საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები. საქართველოში ჩატარდა რუსეთის სპეცოპერაცია. ამ სპეცოპერაციის მიზანი ჩვენ ახლა უკვე ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ ეს იყო საქართველოს ევროპული მომავლის გაუქმება და სწორედ ამიტომ არის, რომ გაყალბებული არჩევნების მერე რუსეთის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას თან მოსდევს ფაქტიურად უარი ევროპულ მომავალზე ამ ქვეყნის. რუსული ჩარევა, არჩევნების გაყალბება, ძალადობა ადამიანებზე, სწორედ ამაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი და როდესაც ასეთი მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმის სწორედ საქართველოში არჩევნების გაყალბების ფაქტებზე საუბარი, ეს ადასტურებს იმას, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის ახალი არჩევნები. ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ელისეს სასახლეს ინფორმაციით სატელეფონო კომუნიკაციისას მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდებოდა. ამ საუბრისას ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში მიღწეული პროგრესის შესაბამისად კონტაქტი მათ შორის კვლავ შედგებოდა. თუმცა ივანიშვილმა არც ერთი რჩევა არ გაითვალისწინა. შესაბამისად სატელეფონო საუბარიც აღარ შემდგარა.